მოგესალმებით მეგობრებო, რა საოცარი რაღაც მოხდა ახლა, ესე იგი ორჯერ დავასათაურე ეს მეუფე ანტიპათი და მეუფე ანტიპათი არ ჩაირთო, ორჯერვე გამიჭედა ინტერნეტმა. თუმცა მოდი ახლა ვნახოთ მეუფე ანტიპას გამოსვლა და მის გამოსვლის ნიადაგზე ჩავხედე გამოცხადება იონის გამოცხადებაში მე-20 თავში და ვნახე საინტერესო რაღაცეები. მოკლედ აქ არის საუბარი პირველ აღდგომაზე, რომელსაც ასე მოიხსენიებს იონე, ნეტარია ის, ვისაც წილი მიუძღვის პირველ აღდგომაშიო და ვნახოთ აბა რა ნეტარებაშია ის ადამიანი და რა წილი უნდა მიუძღოდეს. მოდი ჯერ შევხედოთ მეუფე ანტიპას გამოსვლას და ვნახოთ რას ამბობს მეუფე ანტიპა. აქ სანამ მოემზადება, გადავახვევ, დაჯდება და ისაუბრებს. ეხლა ჩაირთე. ხო, სატანის გათავისუფლებაზე საუბრობს მეგობრებო, სად არის სატანა დატყვევებული. თუმცა ერთ რამეში არ ვეთანხმები, რომ სატანა და ლუციფერი ერთი და იგივეა, თუმცა ნახოთ იგი ამბობს, რომ სატანა დატყვევებული არის, ესე იგი, ვატიკანში და ვატიკანი არის ის ადგილი, სადაც დღეს 1000 წლით არის, ანუ დღეს უკვე ის დღეა, როცა 1000 წლით დაატყვევა ანგელოზმა სატანა ვატიკანში. და შემდეგ ის გამოვა 4-ვე მხარეს დაიპყრობს, აღმოსავლეთს, დასავლეთს, ჩრდილოეთს და სამხრეთს და მერე იქ მოხდება ერთგვარი ბრძოლა, მერე წავიკითხავთ ამას და მერე არის იქ ნათქვამი, რომ გამოცხადება 26-ში, ხოლო 1000 წლის ნეტარია და წმინდა ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში მეორე სიკვდილის არა აქვს ხელმწიფება მათზე, არამედ იქნებიან მღვდელნი ღმრთისა და ქრისტესი და ექნებათ სუფევა მასთან 1000 წელს. ხო და ეს რატო არ ირთვება არ ვიცი ახლა. მოიცადე ერთი წუთით. ესე იგი აღდგომაში მეგობრებო ვიღაცეებს მიუძღვით წილი და არა მარტო ქრისტეს, გესმით? ვიღაცეებს უძღვით წილი, ვინც ნეტარიაო. აი ვიყუროთ, ესე ცოტა დაჩქარებული მაქვს ახლა მე დრო საგრძნობლად, რომ ძალიან ელალაპარაკობს და აი დაჩქარებული მაქვს მე დრო. ამიტომ ცოტა სწრაფად ილაპარაკებს ახლა მეუფე ანტიპა. თუმცა აქ რაღაცა ხდება ისეთი, რომ ვეღარ გაჩავს. ყოველ შემთხვევაში ამ გამოსვლას უყურეთ მეგობრებო, გამოსვლას უყურეთ. ეხლა რო არ დავხარჯოთ დრო მეუფე ანტიპას ქადაგებისა, მოდი წავიკითხოთ რა წერია სახარებაში რა. ესე იგი, თავი მე-20 დავიხილე ანგელოზი ჩამომავალი ზეცით, რომელსაც ჰქონდა გასაღები უფსკრულისა და ხელთ ეპყრა ჯაჭვი გრძელი და შეეპყრა ურჩხული გველი დასაბამისა, რომელიც არის ეშმაკი და სატანა და შეკრა იგი 1000 წლით და ჩააგდო იგი უფსკრულში და დახშა კარი და დაბეჭდა იგი, რათა ვეღარ აცდუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება 1000 წელი. ხოლო შემდგომ ამისა თავს დაიხსნის მცირედი ხნით. დავიხილე ტახტი და მათზე მსხდომარენი და მიეცა მათ მსჯავრი და იესოს მოწმობისა და ღმრთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სული, რომელთაც თაყვანი არ სცეს არც მხედსა და არც მის ხატს და არ მიიღეს ნიშანი მისი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე და ცხონდნენ და სუფევდნენ ქრისტესთან ერთად და 1000 წელს. ერთ წუთს შევჩერდები მეგობრებო ამას ავხსნი. აი აქ არის საუბარი შუბლსა და ხელზე და შუბლი და ხელი მოისაზრება და იმ პერიოდში, როდესაც ეს იწერებოდა, მოისაზრებოდა, ესე იგი, შენი აზრები და შენი ქმედება, რას აკეთებ. ქმედება იყო ის, რომ ესე იგი ძირითადად ფულს გასცემდა ხელი და საქმეებს აკეთებს ხელი და შენი აზრი კიდე რასაც წარმოქმნის იმას აკეთებს ხელი. ანუ აქ არ არის კონკრეტულად იმაზე საუბარი, რომ აქ დაწერილი აქვს ვიღაცას რაღაცა კოდი, ან ხელზე დაწერილი აქვს რაღაცა კოდი. აქ მოისაზრება ძირითადად შენი აზროვნება და შენი ქმედება. გავაგრძელოთ.
შემდგომ ამიცე თავსა დაიხსნის მცირედნი ხნით. ხოლო დანარჩენი მკვდარნი არა ცხონდნენ ვიდრე 1000 წლის გასრულებამდე. ეს არის აღდგომა პირველი. ნეტარია და წმინდა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში, მეორე სიკვდილს არა აქვს ხელმწიფება მათზე, არამედ იქნებიან მღვდელნი ღმრთისა და ქრისტესი და იქნებათ სუფევა მასთან 1000 წელს, ხოლო 1000 წლის გასრულების შემდეგ სატანა დაიხსნება თავისი საპყრობილედან და გამოვა, რათა აცდუნოს ხალხნი, რომელნიც არიან ქვეყნის 4 კუთხეში, გოგი და მაგოგი, რათა საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთაც სიმრავლე როგორც ქვიშა ზღვისა. ესე იგი, გოგი და მაგოგებს დაერევა, ხო? ჩვენ ვიცით, რომ დემაგოგი არის რაღაცა დე დაცემული სიტყვა რაღაც. და გოგი და მაგოგი სავარაუდოდ ისინი, ვინც სიმართლეს საუბრობენ. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ განუმარტავ, აქ არის ნახსენები პირველ აღდგომასა და მეორე სიკვდილზე. ესე იგი, თუ კი ნეტარ არიან ის ადამიანები, რომლებსაც წილი უძღვით პირველ აღდგომაში, ანუ პირველ აღდგომაში, ესე იგი მეორეც არსებობს, თუ პირველი არის, მეორეც უნდა არსებობდეს როდესღაც, მაგრამ ჯერ მოდი პირველზე ვისაუბროთ. პირველ აღდგომაში თუ წილი უძღვის ვინმეს, ის არის ნეტარი. ეხლა ნახეთ, გაიხსენეთ გუშინდელი საუბარი, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ბერ ნიკოლოზთან ხალხი ელოდება, რომ ბერი ნიკოლოზი იხსნის ხალხს, ვიღაცა ელოდება, რომ ქრისტე ჩამოვა და ის გადაგვარჩენს, ვიღაცა ელოდება, რომ ვიღაცა აღსდგება და ის გადაგვარჩენს, არა და სინამდვილეში აქ ვინც ვართ ახლა ჩვენ, ისინი ყველა ის სულები ვართ, ვინც არ მიიღო ქრისტეს გურისთვის თავი მოიჭრა და არ მიიღო, ესე იგი, მამონას შემოთავაზებები, ხო? თორნიკე ამბობს, თამარ დანაპირებს ველოდები ჩემი რიცხვების გამოკვლევას ცეცხლი აეკიდა. არ გამოგიგზავნე მე შენ? თორნიკე. რატო არ გამოგიგზავნე? იცი პირადში არ მოგიწერია, ესე იგი. პირადში მომწერე. კიდევ კარგი შემახსენე, მე მგონი სრულიად დამავიწყდა. დღეს ვნახე, რომ სპამში იყო ძალიან ბევრი შემოსული მესიჯი. ესე იგი, დაახლოებით 50 მესიჯი. ყველას გავეცი პასუხი და შენი ციფრები პირადში მომწერე, თორნიკე, იმიტომ დამავიწყდა, რომ პირადში არ მომწერე. თორემ მე მგონი განვიხილე შენი ხედავ შენ, როგორ კარგია, რომ გამახსენე, არ განვიხილია საერთოდ. მაგრამ ეხლა დღეს განვიხილავ, ეხლა ლაივს რომ მოვშები და გამოგიგზავნე. ბოდიში მეგობრებო, შევწყვიტე აზრი. ესე იგი, პირველ აღდგომაზე, როდესაც წვლილი უძღვის ადამიანს იმაში, რომ ნეტარ არიან ისინი, ვინც წილს მიიღებენ, ხო? რანი წილი წილი არის თვითონ რწმენის საკითხი, მეგობრებო. ნეტარ და წმინდა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში, მეორე სიკვდილს არ აქვს ხელმწიფება მათზე. ანუ, თუ კი აღდგომაში მიიღებ მონაწილეობას, როგორც ახლა მაგალითად მე ვიღებ მონაწილეობას აღდგომაში და ვამბობ, რომ ჩვენ ყველანი აღდგომილი ვართ, ჩვენ ყველანი ვართ ცოცხლები, ჩვენ ყველანი ის ადამიანები ვართ, ვინც აქ რჩეულებზეც არის საუბარი. მოდი გავაგრძელოთ და ნახავთ რა. და გამოვიდნენ მიწის სივრცეზე და გარ შემოერტყნენ წმინდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს. ეს წავიგი, ხოლო 1000 წლის გასრულების შემდეგ სატანა დაიხსნება თავის საპყრობილედან და გამოვა, რათა აცდუნოს ხალხი, რომელნიც არიან ქვეყნის 4 კუთხეში, გოგი და მაგოგი, რათა საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთაც სიმრავლე როგორც ქვიშა ზღვისა. და გამოვიდნენ მიწის სივრცეზე და გარ შემოერტყნენ წმინდა ბანაკს და საყვარელ ქალაქს და ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით და შთანთქა ისინი. და ეშმა კი მაცდური ჩავარდა ცეცხლსა და გოგირდის ტბაში, ანუ ესე იგი შავ ზღვაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველნი და ეწამებიან დღე და ღამ უკუნთი უკუნისამდე. და ვიხილეს პეტაკი ტახტი და დიდი და მასზე მჯდომარე, ვისი სახისაგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა და აღარ დარჩა ადგილი მათი.
და ვიხილე მკვდარნი მცირენი თუ დიდნი, რომელიც იდგნენ ტახტის წინაშე. აქ შეცდომა. ხო, და გადაშლილი იყო წიგნები და გადაიშალა სხვა წიგნი, რომელიც არის სიცოცხლისა და თანახმად წიგნებში დაწერილისა საქმეთა მათაებრ განისაჯენ მკვდარნი. და დააბრუნა ზღვა მკვდრები, რომლებიც იყვნენ მასში და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს მკვდრები, რომლებიც იყვნენ მათში. და საქმეთაებრ მისთა განისაჯა ყოველი და სიკვდილი და ჯოჯოხეთი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი და ვინც სიცოცხლის წიგნში არ იყო ჩაწერილი, ჩავარდა ცეცხლის ტბაში. და ვიხილე გაგრძელება და თავი 21. და ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგან უწინდელი ცა და უწინდელი მიწა გადაიგო და ზღვა აღარ არის. და მე იოანე ვიხილე წმინდა ქალაქი ახალი იერუსალიმი ღმრთისგან ზეცით ჩამომავალი, გამზადებული როგორც სასლო და სასიძოსათვის შემკული და მომესმა მრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც თქვა, აჰაკრავი ღმრთისა კაცთა თანა და დაემკვიდრება მათთან და ისინი იქნებიან მისი ხალხი და თვით ღმერთი იქნება მათთან და შეაშრობს ღმერთი მათ თვალებზე ყოველგვარ ცრემლს და აღარ იქნებიან სიკვდილი და აღარ გლოვა, აღარ ტირილი და აღარ სტანჯვა და აღარ იქნება, რადგან გადაიგო ყოველი უწინდელი და თქვა ტახტზე მძომარემ, აჰა ვიქმ ყოველსავე ახალსა და მითხრა მე, დაწერე სიტყვანი სარწმუნონი არიან და ჭეშმარიტნი და მითხრა მე, აღსრულ და მე ვარ ანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული და მივეც მწყურვალ სიცოცხლის წყალი წყაროსგან უსასყიდლოდ, მძლეველი დაიმკვიდრებს ყოველს და ვიქნები მის ღმერთი და ის იქნება ჩემი ძე, ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, ბილცთა და მკვლელთა, მწვალებელთა, მწავლელთა, კერპთა, ყვანის მცემელთა და ყოველთა ცრუთა ხვედრი ტბაშია, ცეცხლთა და გოგირდით მოგიზგიზეში. ეს არის მეორე სიკვდილი. ეს არის მეორე სიკვდილი. ესე იგი, აქ არის პირველი სიკვდილი, რომელიც ადამიანი აკეთებს გაუცნობიერებლად. მეორე სიკვდილი არის უკვე, როდესაც ადამიანი გაცნობიერებულად ირჩევს სატანის გზას, ხო? მოდი გავაგზავნოთ. ხოლო ხდალია თუ ურწმუნო და მოვიდა ჩემთან ერთი 7 ანგელოსთაგან, რომელთაც ჰქონდა 7,000 რომელთაც ჰქონდა 7,000 უკანასკნელ წყლულებით სავსენი და მითხრა მე, მოდი და გიჩვენებ ქალაქ სასლოს კრავისას და წამიყვანა მესული დიდსა და მაღალ მთაზე და მიჩვენა მე დიდი ქალაქი, წმინდა იერუსალიმი, ღვთისგან ჩამომავალი ზეცით. და ჰქონდა დადება ღვთისა და მნათობნი მისი მსგავსნი პატიოსანი ქვისა, იასპის ქვისა, ბროლივით გამჭვირვალენი და ჰქონდა ზღუდე დიდი და მაღალი და 12 ბჭე და მათზე 12 ანგელოზი და ზედ დაწერილი სახელები ისრაელისა ზეთა 12 ტომისა. იცით რა, ძალიან მაგონებს ენოქის წიგნს, სხვათა შორის, ენოქის სიზმარს. და ვეჭვობ, იქიდან ხო არ არის აღებული და ვითომ იოანეს სახელზე არის მიწებებული ეს. მაგრამ ნახოთ, და ჰქონდა დიდები ღმერთისა, აღმოსავლეთით 3 ბჭე, ჩრდილოეთით 3, სამხრეთით 3, დასავლეთით 3. ეს არის ენოქის წიგნიდან ამოღებული, ხალხო. აი ხა გადავირევი რა. პირდაპირ ეს იახწერს ენოქიც. აზე ხარეებს გვატყუებენ? რა იოანე? კარგი. და ზღუდე ქალაქისა ჰქონდა 12 საფუძველი და მათზე კრავის 12 მოციქული და 12 სახელი და ჩემთან მოსაუბრეს ჰქონდა ოქროს ლერწამი, რათა გაეზომა ქალაქი და მისი ბჭენი და მისი ზღუდენი და ქალაქი ოთხკუთხე და ძევს და სიგრძე მისი როგორც სიგანე და გადაზომა ქალაქი ლერწმით 12,000 უტევანზე და სიგრძე მისი და სიგანე და სიმაღლე მისი ტოლნი არიან და გაზომა ზღუდემდე მისი და იყო 144 წყრთა კაცთა საზომით, როგორც არის საზომით ანგელოსისა და იყო ნაგებობა მისი ზღუდისა იასპისა, ხოლო ქალაქი ბაჯაღლო ოქროსი მსგავსი წმინდა მინისა.
ქალაქის ზღუდის საფუძველი ყოველგვარი პატიოსანი ქვით შემკული, პირველი საფუძველი იასპა, მეორე საფირონი, მესამე ქალკედონი, მეოთხე სმარაგდი, მეხუთე სარდონი, მეექვსე სარდიონი, მეშვიდე ქრისალი. იცით რა მაინტერესებს მეგობრებო? ან ერთი და იგივე ტექსტი აქვს აღებული ამ იოანეს გამოცხადებად არის მიღებული და იოანემ აიღო ენოქის წიგნიდან. ან კიდე ენოქის წიგნი იმიტომ მოასპეს, რომ ზუსტად იოანეს სახარებაში გადაიტანეს ეს და საერთოდ იოანე არსებობდა თუ არა, იოანეს გამოცხადებაში არსებობდა თუ არა საკვირველია. ხომ არ გააერთიანეს ძველი წერილები, ვითომ იოანემ დაწერა. ანუ ხომ არ გააერთიანეს ესენი, მე კითხვა მიჩნდება ახლა, იმიტომ რომ ტექსტი არის ერთი-ერთში ჯდება, არ არსებობს ესეთი ტექსტი ერთი-ერთში ჯდებოდეს. და მეორე ის, იოანეს აღარ გამოეცხადებოდა არავინ და არ ეტყოდა იგივეს, თუ იოანეს ეცოდინებოდა უკვე წერილები ენოქისა. ენოქის წერილები თუ იცის იოანემ და წაკითხული აქვს, იგივე გამოცხადება თუ მიიღო, მაშინ აქ აუცილებლად უნდა ეხსენებინა იოანეს ენოქი, რომ მსგავსად ენოქის წიგნისა გამოცხადებაში მქონდა ეს და ეს. ხვდებით აქ რაშია საქმე? ან იოანე არ იცნობდა ენოქის წიგნებს, რაც გამორიცხულია, იმიტომ რომ ქრისტე თავის მოწაფეებს ყველა ძველ წერილებს აცნობდა, ყველა ძველი წერილიდან ესაუბრებოდა და შანსი არ არის გამორიცხულია, რომ იოანეს არ ცოდნოდა ენოქის წიგნის შესახებ და თუ კი მას ენოქის წიგნის შესახებ არ ეცოდინებოდა, მაშინ ის არ იქნებოდა ქრისტეს ახლო მოწაფე, ანუ ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ მაშინ მოკლედ ერთი სიტყვით გამოსაძიებელია ეს ყველაფერი რა. საქმე არის აქ, რომ რჩეულნი გადაირჩევიან, აქ ვნახეთ, რომ რჩეულნი გადაირჩევიან, პირველი აღდგომა ვინც ამაში მიიღებს წილს, ის იქნება ნეტარი და მეორედ ისინი აღარ მოკვდებიან. მე დაახლოებით მიმაჩნია ეს იმათ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამოიცნობს თავის თავს და აღდგება, აი აგერ ახსენნა, რომ ისინი ვინც უკვე მოიკვეთნენ, თავი მოჰკვეთეს მათ ქრისტეს სახელი და არ აღიარეს მათ მამონა, ხო? სატანა, იმის გამო, რომ ქრისტეში გაერთიანდნენ, ეს ადამიანები იქნებიან, ვინც პირველ აღდგომაზე აღდგებიან. ამიტომ ჩემი საუბრები ყოველთვის მიდის იქითკენ, რომ ყველა წმინდანი ცოცხალია. ეს ყველა, ვინც თავი მოკვეთეს და ვინც შეეწირა ქრისტესთვის და ვინც ქრისტეს გამოეწამა, ხო? ესენი ყველანი არიან წმინდანები. არა 144,000 წმინდანი კი არა, უფრო მეტი წმინდანია ამ დედამიწაზე. და ესენი ძირითადად იყვნენ საქართველოში. ნაკლებად ასურეთში რომ ყოფილიყო, რომ ქრისტესთვის შეწირულიყვნენ, დღემდე ეწირებიან ქრისტესთვის სხვათა შორის ასურეთში, სირიაში რა. ასევე ნაკლებად ბიზანტიაში რომ ქრისტესთვის შეწირულიყო ხალხი, იმიტომ რომ ბიზანტიაში ძირითადად მიდიოდა ომები, იქ იყო ძალაუფლების მოხვეჭაზე ომი და არა ქრისტეს გამო, ვითომ ქრისტეს სახელით შეფარებული იყვნენ ისინი ომებს, მაგრამ როგორც უკვე ძალიან ხშირად გითხარით, რომ არც ერთი ომი არ არის ქრისტე არ შეიწირავს ომებს. ქრისტე არც ერთ ადამიანს, ვინც ომში დაემხო, არ შეიწირავს როგორც წმინდანს. მაგრამ ქრისტე შეიწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელში ხმალი არ აიღო და თავი მოეკვეთა. გესმით? თავის მოკვეთა მოხდა 100,000 მოწამის მოკვეთის დროს, როდესაც მეტეხის ტაძართან იქ მტკვარში კვეთდნენ, ვინც არ დაადგა ფეხი ხატს, ეს იყო უკვე თამარ მეფის გარდაცვალების მერე ძალიან მალე, ვინც ფეხი არ დაადგა ხატს და ლაშა გიორგის ამ დროს გარდაცვლილია, შემოსევებია და დაიპყრო უკვე თბილისი მტარვალმა და თუ კი ფეხი არ დაადგა ხატს, ყველას კვეთდნენ თავს. ქალი, კაცი არ ინდობდნენ. დაჟე აი წარმოიდგინეთ, ისეთი საშინელი დრო იყო, რომ ძუძუ მწოვარა ბავშვებს, ეხლა ბავშვი მყავს უკან, დედებს ართმევდნენ ბავშვებს და აღარ მინდა მეტი გავაგრძელო, იმიტომ რომ ბავშვი ზის ჩემს უკან. და
წაიკითხეთ ისტორიაში საშინელი მდგომარეობა იყო. ესე იგი, აქ არავინ არავის არ ინდობდა. დედას შვილს, არავინ არავის, აი სატანა იყო პირდაპირ მოქცეული და მტკვარი იყო წითლად შეღებილი, იმიტომ რომ წარმოიდგინე 100,000 მოწამე. 100,000 მოწამე ეს გრძელდებოდა რამდენიმე დღე. გამოდიოდნენ, ვინც არ დაადგა ხიდიდან ხიდზე უნდა გადასულიყვნენ და იქიდო ხატები, გესმით? და ხატებზე ვინც არ გადაივლიდა, იმას თავს კვეთდნენ და აგდებდნენ მტკვარში და ვინც გადაივლიდა, იმას უშვებდნენ, გესმით? ეს იმას ნიშნავდა, რომ ფეხი დაადგა ხატს. ესე იგი, რა ხდებოდა? ის ყველა ადამიანი, რომელმაც ფეხი არ დაადგა ხატს და ქრისტეს სიტყვა, ქრისტეს გამო თავი მოკვეთა, ეს არიან წმინდანები. ესენი არიან წმინდანები, ვინც ხელში არ აიღეს მახვილი. ვინც mahwilis გარეშე მოიკვეთა თავზე. თავით. ეხლა თქვენ იკითხავთ ალბათ ჩვენი მეფეები, რომლებიც აი ომობდნენ და ის და ეს. მე შინაგანში რომ გადავამოწმე, არც ერთი ადამიანი, რომელიც ომის გამო და საკუთარი მიწის გამო ომობდა, არ არის წმინდანად შერაცხული. არ არის. ვერ მიიღებს მას სასუფეველი. ეს პირველ სიკვდილზე, მეორე სიკვდილზე მათ ექნებათ მონანიების უნარი და უფლება და მეორე სიკვდილით აღარ მოკვდებიან, მაგრამ პირველი სიკვდილით ისინი მკვდარნი არიან. ვინც ხელში აიღო მახვილი საკუთარი მამულის დაცვის გამო. გესმის? მამულის გამო არა, სარწმუნოების ქრისტეს გამო, ვინც შეეწირა ქრისტეს ნიერად, მაგალითად ჯვარზე გაეკრა ან თავი მოიკვეთა, აი ესენი არიან წმინდანები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მოდი აი აქ და ეს ადამიანები აღდგებიან, მეგობრებო. დავიხილეთ ახტნი და მათზე მსხვდომარენი და მიეცათ მათ მსჯავრი და იესოს მოწმობისა და ღმრთის სიტყვისა, თავმოკვეთილთა სულნი, რომელთაც თაყვანი არც ეს, არც მხედსა და არც მის ხატს და არ მიიღეს ნიშანი მისი თავიანთ შუბსა თუ ხელზე და ცხონდნენ და სუფევდნენ ქრისტესთან ერთად 1000 წელს. არ მიიღეს, გესმით? ეს იმას ნიშნავს, რომ თავმოკვეთილთა, ესე იგი, მხოლოდ თავმოკვეთილთა. ხედავთ? ანუ, საკითხავე არის ის, რომ წმინდანად შერაცხული ჩვენი მეფეები მართლა წმინდა? მაგალითად დავით აღმაშენებელი. დავით აღმაშენებლისთვის თავი არ მოუკვეთიათ. ერთადერთი წმინდა მეფედ შეიძლება შევრაცხოთ დემეტრე თავდადებული, იმიტომ რომ თავი მოკვეთეს მას. და აი იქ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემეტრე თავდადებული იყო წმინდანი. თორე დანარჩენი ახლა თამარი, დავით აღმაშენებელი და ასე შემდეგ, ვინც ჩვენმა საპატრიარქომ წმინდანად შერაცხა, იმაში ცოტა ეჭვი მეპარება, რომ ისინი იყვნენ წმინდანები. გესმით? ხო, და რატომ ეპარება ეხლა? ისევ და ისევ იოანეს გამოცხადებით, ხო? იოანეს გამოცხადების მიხედვით აქ წერია პირდაპირ, რომ თავ მოკვეთილნი, რომელმაც არ მიიღეს, არ დაადგნენ ხატს, ფეხი. ნაპერწკალი, რომელი არის სიმართლე, ვინ იტყვის, თუნდაც აპოკალიფსი მოქცეული დაწერილია? აპოკალიფსი მოციქულით დაწერილია? დიდი აფიორა სატანისგან გატარებული ადამიანი კი იმიტომ ხვდება ამ ყველაფერს, რომ ის სატანაზე მაღლა დგას. სატანას სიბრძნე აქვს, არც შორს მჭვრეტელობა და საერთოდ ყველა ამაღლებული ანგელოზი გაშორდა მას. ხო, ნაპერწკალი სიმართლეა, იმიტომ ხვდებით ამ ბოლო ჟამს ყველაფერს. ხო და მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ვინ წმინდანი იყო, ვინ არა, ეს ჩვენი გასარკვევი არ არის, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი არის, რომ პირველ აღდგომაში ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ნეტარნი არიან ისინი, ვინც მიიღებენ მონაწილეობას, წილი უდევთო, გესმის? წილის დება არის ის, რომ შენ მონაწილეობა უშუალოდ ამ აღდგომაში. შენ არ ელოდები ქრისტეს ჩამოსვლას და მე იმან რო გითხრას, რომ აი შენ აღდგარი ხარ უკვე და შენ არა. ყველა ვინც აღადგენს თავის თავს, ნეტარ არის ის, ვინც წილი მიიღო. მაგალითად, მე რომ ვამბობ, რომ ადამიანები, რომლებიც ანუ სულები, რომლებიც ჩამოვიდნენ ამ დედამიწაზე, წმინდა სულები, რომლებიც აი ამ პროცესში იღებენ მონაწილეობას და სინათლე შემოაქვთ, რომ აღდგომა მოხდეს, ესენი არიან ის სულები, ვინც დღეს ვსაუბრობთ. გესმით? და მეტნაკლებად
ნებისმიერ აი ვინც საუბრობს, ხო? საუბრობთ, ხო? ყველას უკვე ამოცნობილი აქვს თავისი თავი. სხვა საკითხია ის, როდესაც ჯვარის პრინციპით მივდივართ, ვინმე ამბობს ჯანი ვარ და ვიღაცა ამბობს ადასტურებს თუ არა არის, გესმის? ჯვარი ხო არის ჯვარ და არი. ვარ, არი. როდესაც ჯანს და ჯვარს ვაღიარებთ, რომ ჩვენ ვართ ეს ჯვარი და ჩვენ ვართ ეს ჯანი, ვიღაცამ უნდა თქვას არი. და აი ეს პროცესია ახლა, აქ არის გამოცხადების პროცესი, ვინ იტყვის ვარ და შემდეგ ვინ დაადასტურებს რომ არის. მაგალითად ავიღოთ ძალიან აი მარტივი მაგალითი. აქამდე გეუბნებოდით და გიხსნიდით იმას, რომ ვფიქრობ და ყველა ნიშანი იმისკენ მიდის, რომ მე ვარ თამარ ყოფილი მეფე და ამის ნიშნები უკვე რამდენის გინდა იმდენი დაგიდეთ და მე უნდა ვაღიარო ჯერ ჩემი თავი, რომ ვარ, რომ სხვამ თქვას ან არის, ან არ არის, გესმით? პროცესია. მე რომ ვაღიარებ ჩემს თავს, მე შემდეგი პროცესი და ეტაპი არის ის, რომ სხვამ აღიაროს, რომ არის. და თუ ეს მოხდა, ესე იგი ეს აღმდგარი სულია. გესმის? და მე ვამბობ, რომ ვარ თამარი, მქვია თამარი და ყველა ნიშანი იმაზე მიუნიშნებს, მიმითითებს, რომ ვარ თამარი. მაგრამ არა მეფე, ეხლა ვარ თამარი და ვიყავი წინა ცხოვრებაში მეფე. ხვდებით რაშია საქმე? ამიტომ მე არ ვაღიარებ იმას, რომ მე ვარ თამარ მეფე ეხლა, არამედ მე ვარ თამარი, რომელიც ერთ დროს იყო მეფე. აი მე ამას ვაღიარებ. ნაპერწკალი ამბობს, შენ ხარ, აჰა მე გეუბნები. ხო, აქ მოხდა ეხლა ერთი პროცესი. ვარ ვთქვი, შენ ამბობ არის. ხარ, შენ ამბობ ხარ. შენ უნდა უთხრა მესამე პირს, რომ არის. მე კი არ უნდა მითხრა, მე ისედაც ვიცი, რომ ვარ. გესმის? შენ ხარ კი არ უნდა დაიწყო, ხარ. ხარ კი არ უნდა დაიწყო, უნდა უთხრა არის. არ არის უნდა, ანუ არის უნდა უთხრა, გესმის? არის. სიმღერაა ეგეთი. არის, შენ ხარ. ხო, და აი ამიტომ, აი ეხლა მაგალითად თორნიკემ გააჟღერა. სხვათა შორის გუში მქონდა ხილვა. ერისთავზე მქონდა ხილვა, ერისთავზე. და მე ვნახე ერისთავი. ანუ მოვიდა პირდაპირ ჩემთან ერისთავი და მისი სახელი არ მახსოვს, მაგრამ ერისთავი ერთადერთი იყო, ეს იყო თორნიკე ერისთავი. და მოვიდა ჩემთან და მეუბნება, შენ გინდოდა ჩემთან საუბარიო. და ვუყურებ ამ ერისთავს, ძალიან დიდი სიძლიერე ჰქონდა, აი ეს თვალებში შეხედა ვერ შევძელი თითქოს რა. მაგრამ შევხედე თვალებში და პირდაპირ თვალებში ვუყურებდი და მის სიძლიერეს გრძნობდი. თვალებიდან უგრძნობდი, რა ძლიერი სული იყო ეს ადამიანი. და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მე ვარ და მე შემოგხედავ შენ თვალებში და ვიტყვი, რომ არის თუ არ არის. და დამიდასტურებს ჩემი შინაგანი, რომ არის, ესე იგი იქ მოხდა ჯვრის პრინციპი. ჯვრის პრინციპი გაიმართა. ანუ შენი ჯვარი აღებული გაქვს უკვე ხელში. ის კისერზე დაკიდებული ჯვარი კი არა. ის ჯვარი, რაც შენ აქ მოიტანე, ის უნდა აიღო ხელში. კი უნდა შეგეშინდეს თქმის. უნდა თქვა, რაც არ უნდა დაქცინონ, რაც არ უნდა ხარ დაიწყონ, გესმის? ხარ. იმიტომ არის ბოლოში ქართულ ანბაში ორჯერ ხარ. აი ნახეთ როგორ არის რას გულისხმობ მაგაში მეგობრებო. ხო და ნეტარ არიან ის ადამიანები. გიდასტურებ თამარი არის თამარი. მარი, შენ ახლა ამბობ ხარს, უნდა თქვა არის. ანუ ესე იგი აქ პროცესია, ნახეთ პირდაპირ ქართული ენა რა ძალიან მაგარია. შენ როდესაც ამბობ არის, შენ ესე იგი მესამე პირთან საუბრობ, რომ თამარი, მე ჩემთან კი არ საუბრობ, რომ ხარ. მესამე პირთან საუბრობ, აი ესე გააჟღერა თამარმა, არის თუ არ არის? არის. აი თქვა და ესეთი სიტუაცია გაიმართა უკვე ჩვენი ენა გვიმხელს იმ პროცესს, რაც უნდა მოხდეს. და აი ახლა აქ მეუბნება, რომ არ არის ხო, რატო არ არის? იმიტომ არ არის, რომ არ არის ჩართული ინტერნეტი.
ხო, ეხლა ინტერნეტი ჩავრთე და ჩაირთვება და მე გაჩვენებთ სად ვართ, ხარხარზე რო ვართ უკვე რა. ჩვენ ვართ ეხლა ხარხარზე მივედით. გახსოვთ ჯორჯაძე რომ საუბრობდა რომ ანი და ჰოემდე და შემდეგ უნდა გადავიდეთ აი ამ პერიოდში და მეც გეუბნებოდით რომ ძილში ვართ, წილი უნდა მივიღოთ, წილი არის აგერ წილი უნდა მივიღოთ აღდგომაში, პირველ აღდგომაში მეგობრებო და ხო და ლია ღამბაშიძე ამბობს მე ბევრს უთხარი უკვე ჩემს გარშემო თამარ რომ შენს სხეულში თამარ მეფის სულია. ხო ლია რა, ანუ შენთან რეზონირდა ეს ინფორმაცია? ხო. და აი ამ ხარხარში მეგობრებო რა, რო არ დავრჩეთ. ნახეთ? აი ამ ხარხარში რო არ დავრჩეთ, ხომ? აქ კი ხან ქვია და ხან ხარ. ხანხარი ასევე ხარხარით შეიძლება რომ გადაითარგმნოს, გესმით? და ორი ხ გვაქვს ჩვენ. ხარ და რა ხარო? ჯანი. და მე რას გეუბნებოდით ჯვრის პრინციპი რა არის მეთქი? ჯანი ვარ, ჯანი არის. ანუ ჩვენ ხარიდან უნდა გადავინაცვლოთ ჯანში. გესმის? ჯანი ვარ, ჯანი არის. თვითონ სიტყვა ჯვარი რო დავწეროთ, აი მოდი კარგად რო გაგაგებინოთ, რას გულისხმობთ. მაინც გავიაროთ ეს საკითხი რა. დედიკუნეს პატარა გოგო მომიტან დედიკო კალა ამ სადღაცა იყო და მომირბენინეკთ ხო რა. კალამის შტიფ. ხო და კვლელსაც შეუძლია ცივი თვალის გასწორება, თვალი მაცდურია. არა, ეს სხვანაირი ის იყო ერისთავი აი როგორი ძალიან მაგარი პიროვნება იყო, მე ესეთი პიროვნება არსად არ მინახავს ცხოვრებაში, არც იზმაში სხვათა შორის. რატომ მაინც ერისთავს შემახვედრეს ეხლა გუშინდელ სიზმარში არ ვიცი, მაგრამ ეს ერისთავი იყო აი რომ მოდის და რო გრძნობ ენერგეტიკულად ერთი წუთით კალამს მოვძებნი მეგობრებო რომ გაჩვენოთ ეს ჯი რას ნიშნავს. ჯანი ვარ, ჯანი არის. და ამ კალამს როცა მჭირდება მაშინ ვერ ყოლობ. აი, ნახე. მოდი ახლა ნახოთ აი აქ. აი, დავწეროთ ჯი ხო? ვარ ი. აი ეს ვარ, რა ვარ, ჯი ვარ, ხო? გეუბნება სიტყვა და ვიღაცა ამბობს არის. ანუ ნახე ეს ერთად არის. და ეს ჯი ქართული ასომთავრულით არის ჯანი. აჰა, წავიდეთ მაშინ ნახოთ სად არის ახლა ამ პროცესში ვართ. ხან ხარ. ხან არა ხარ. ხან ხარ, ხან არ ხარ. შეგვიძლია აი ესეც ავხსნათ. ანუ როდესაც ნახე თქვათ ვამბობ რომ მე ვარ თამარ მეფის რეინკარნაცია, ხო? აღდგომი მეორეთ მოსვლა აღდგომილი ვარ სული თქვათ, ხო? და მე ვარ თამარ მეფის რეინკარნაცია. და თამარ მეფის სული ხან ვარ, ხან არ ვარ. აი ამის შესაძლებლობა ამ სულში არსებობს, იმიტომ რომ ხან მოდის ის ინფორმაციები, რაც მაშინ გქონდა. ეხლა წარმოიდგინეთ რა, ბავშვობაში რაღაცა გადაიტანეთ, ხო? რაღაცა ტრამვა გადაიტანეთ. ეს ტრამვა ხო გახსოვთ თქვენ. და ზოგი საერთოდ არ გახსოვთ. ინფორმაცია წაშლილია, ხო? მოგონებები 5 წლის ასაკში რაც იყავით, ხო აღარ გახსოვთ. ძირითადად უმრავლესობა გახსოვთ მხოლოდ ტრამვა და გახსოვთ დიდი სიხარული, მაგრამ აი ყველა ნიუანსი არ გახსოვთ. ესე არის სული, როდესაც მოდის ეხლა 824 წლის წინ მე რა გავაკეთე იქ. ამის გახსენებას ხო დიდი ძალა უნდა რა. ხან მახსენდება, ხან არ მახსენდება. ეს პროცესია, გესმის? აი ამიტომ ქვია ამას. ხან ხარ, ხან არ ხარ. და რა არ ხარ და ხან რა ხარ? ჯანი. ეს ჯანი რა არის, ხო? ჯანი არის, ვიცით რომ ჯვარია. აი ეს რომ ესე დავიჭიროთ, ეს არის ჯვარი. ხო? რო ამოვატრიალოთ, ნახეთ. ეს გავს ამ ასობგერას, ურს. ური ამრი ამოტრიალებული ოღონდ. სხვა რაკურსით არის, სხვა გრადუსში არის დახრილი. ეს არის ური. ჯან ური მაგალითად. რა არის ეს? ესე იგი ამასთან კავშირშია, ხო?
რატოა კავშირში? იმიტომ რომ ერთმანეთს გავს ასომთავრულით. მერე თუ ვთქვათ, აი ამ პროცესს გავივლით, ჯანი ვარ, ჯანი არის, აი ვთქვათ, ავიღოთ პროცესია უკვე, თამარმა თქვა რომ ვარ თამარი. და ლიანამ თქვა რომ არის თამარი და გავიარეთ უკვე ეს პროცესი. всё, გადავედით ჯანში. ჯანი ვარ, ჯანი არის, ჯვარი შეიქმნა და გადავედით ჰ-ში. ჰ-ე კიდე რას ნიშნავს? ჰ-ე, ხო, მოდი დავწეროთ, აი, ჰ-ე. ჰ-ე და აქ ემატება ნი, იმიტომ რომ ეს ქვია ენი. ანი ბანი განდონი ენი ვინი ზენითანი, ხო? ჰ-ენი ვართ, ხო? ესე იგი რა ენი ვართ? ჰ-ენი ვართ. და ჰ-ენი, აი ეს ν, ადვილად შეიძლება შეიცვალოს რთ, იმიტომ რომ ν და რ იცვლება ხოლმე ხანდახან. ჰ-ენი და ჰ-ერი ძალიან გავს ერთმანეთს. ანუ ჩვენ უკვე აქ პროცესია და თუ გახსოვთ ჯორჯაძე ამბობდა ხოლმე რომ ბავშვმა უნდა გამოვიდეს და ჰ-ერი ჩაისუნთქოსო, ხო? ჰ-ერი კი არ უნდა ჩაისუნთქოს, ჰ-ენი უნდა ჩაისუნთქოს. ამ პროცესში ჰ-ენი უნდა ჩაისუნთქოს. და ნახეთ, ჩვენ რომ ვიტყვით რომ ჰ-ში ჩავისუნთქეთო, ჰ-ერი ჩავისუნთქეთო, ხო? გამოვედით ჯვარი შეიქმნა, ჩავისუნთქეთ ჰ-ერი, ანუ ჯორჯაძეს მიხედვით ბავშვი გამოვიდა მუცლიდან დაიბადა, ჩაისუნთქა ჰ-ენი და ჰოე, თქვენ, აი ეს როგორ გავს ქალის იმას რა ქვია, რა ქვია მაგას? საშოს, რომელიდან ძიბადება ბავშვი, გამოდის ბავშვი. ჰოე და გადავედით უკვე ურფონლიში რა, უფალში გადავედით, უფალი. ესე იგი ჩვენ გადავედით უფალში, თუ კი ჩვენ გამოვძვრებით აქ ჯანიდან, ვიტყვით, ავიღებთ ჩვენ ჯვარს, ჯანი ვარ, ჯანი არის, ვიტყვით, მერე ჰ-ეს ჩავისუნთქავთ, ჰ-ენს ჩავისუნთქავთ, ჰოეს ვიტყვით და აი როგორც ჩვენ პატარა ახალშობილები რომ აღუ ესე იტყვიან ხოლმე, ხო? რაღაცა სიტყვას ამ დროს აქ პროცესი არის რა, ჰ-ენს რომ ჩავისუნთქავთ, აქ უკვე მიდის ლაზარეს აღდგომა. და მთლიანად ამ ქართული ენის აღდგომა მიდის და მიდის აღდგომა. გახსოვთ ჩვენ ბატონ მირზასთან ერთად რომ გავიარეთ ეს პროცესი, ენის განმარტების პროცესი, ხო? მიდის და მიდის აღდგომა, უკვე აღდგენა ლაზარესი, ესე იგი აქ ყველა ჩაერთვება, ძირითადად ვისაც გახსნილი აქვს, ჩაერთვება, გაუხსნის სხვებსაც და ყველას გაეხსნება ეს პროცესი, ენის პროცესი. და ჰოე არის, ჰოეს გვაძახებინებს სულ რა, ჰოე არის ცნობიერების გაზრდა. თამარ მეფის ხელმოწერაში არის სხვათა შორის ზუსტად ეს ინიციალი. აი ეს ინიციალია. სად განახოთ ახლა თამარ მეფის ხელმოწერა? მოდი განახებთ უცბად. რატომ გითხარით იცით? თამარი უკვე იყო მისული ამ დონემდე. მაგრამ იმ პერიოდში ჩაახშეს ეს ყველაფერი, აბსოლუტურად დაფარეს, გესმით? და დაფარეს და ეს ისე გააკეთეს, რომ თამარ მეფის ხელმოწერა. ამომიგდე ახლა რა. ვიკიპედია სად ახარ? ეს ადრესს გქონდა მე თქვენთან ჩაგდებული თუ გახსოვთ. ვახ.
თომიში. უცნაური არ მიგდებს. მოდი ესე ვთქვათ, თამარის ხელმოწერა. ადრე მიგდებდა, ახლა აღარ მიგდებს. პირდაპირ ვიკიპედიაში აგდებდა. მე მგონი აქ არის, აი ნახეთ მეგობრებო რა. თამარ მეფის ხელმოწერაზე. აი ნახეთ. ეს ასობგერა, ახლა აქ კარგად არ ჩანს, აი ესე უნდა იყოს, ნახეთ. ეს თვითონ ეს მედალიონია, რა შემჭირდება მედალიონი კაცო. თამარ მეფის ხელმოწერა მინდა მე. მოკლედ რა, ეხლა ბევრი რო არ ვეძებო. ქონდა მე ადრე დადებული თამარ მეფის ხელმოწერა. ეხლა იქ მაქვს, ოთახში მაქვს ისინი, ჩემი რაღაცეები. ზუსტად ეს ქართული ანბანი აქვს, ანუ ჰოეზია მისული და გაორმაგებული ჰოე აქვს. ანუ ეს, აი ზუსტად ეს ნუსხურით აქვს. ნუსხა ხუცურით აქვს მოწერილი, ხელმოწერილი, ორჯერ გამეორებული და აი თამარი უკვე ჩემი აზრით იმიტომ იყო წმინდანი, რომ ამ ცნობიერებაში იყო და გადასული იყო უფალში, მაგრამ არ მოეწონა ეს ბოროტ ძალას და ხო, ის თემები რაც განიხილებოდა მაშინ ეხლა ისევ გაუცოცხლად თამარმა, იმათ, ვინც ახშობდა, ისევ საპატრიარქოს. ხო ეს მერე ურიასთანაც ხომ არის კავშირში, ნეტავ თამარ, თუ ფონს ვერ გახვედი უფალთან. არა, ურიასთან არ არის კავშირში, ურასთან არის კავშირში, იმიტომ რომ რს ქვია რაე. აი ნახეთ. რაე ქვია უს, ურია არა, ურაე. ანუ შენ ამბობ ჰოეში ხო გახვალ, მე ამბობ ურას და მე ფონზე გახვალ და მე ლიში წახვალ. და ესე იგი გამოდის რომ 4ჯერ ი გაქვს გამოვლილი რა, 4ჯერ ინი გაქვს გამოვლილი, შენ მეოთხე საფეხურზე ხარ ასული, მეოთხე დონში. გახსოვთ ჩემი ვიდეო დონი დაკარგული გვაქვს რომ ვამბობ თამარ მეფისა და იმის მოჭრილი მონეტა რო არის დავითის მოჭრილი მონეტა. უყურეთ თუ არ გაქვთ ნანახი რა, აი თამარ მეფისა და თამარისა და დავითის მოჭრილი მონეტა. აი ამ ვიდეოს უყურეთ მეგობრებო, თუ არ გაქვთ ნანახი რა. ეხლა აღარ მიგდებს ჩემს ვიდეოს. თამარისა დავითის მოჭრილი მონეტა. სად დააკარგე, რატო არ მიგდებ? მაიმუნო შენა. თამარის ლაივი, აბა. არ მიგდებს, უნამუსო. თამარის
ბიჯოს რატო არ მიგდებ? კარგი, მაშინ ესე გავაკეთოთ რა. თქვენ თუ არ გაქვთ ნანახი, აი აქ შედით, ჩემს გვერდზე შედით. ლიკვიდი დოგმაზე შედით. და აი აქ მოძებნეთ ვიდეოებში თამარისა და დავითის მოჭრილი მონეტა რა. და აქ არის ზუსტად მაგაზე საუბარი, რომ დონი დაკარგული გვაქვს. არ უგდებ, არ მეხმარება YouTube-ი, არც ერთი, არც Facebook-ი, დაჟე წარმოიდგინეთ, რომ ჩემს ვიდეოებს, ანუ ვინც ეძებს, იმას არ უგდებს. აი ახლა მაგალითად, ადრე მიგდებ და ახლა აღარ მიგდებს. რატო არ მიგდებს, იცი? დათაგული მაქვს და ყველაფერი, მაგრამ არ გვეხმარება რა. აქ არის პლეილისტები, პლეილისტებში შედით, რო გაგიადვილდეთ მოძებნა. მერე აქ არის თამარის ლაივი. თამარის ლაივი პლეილისტი არის ესეთი, ანუ სხვადასხვა ესენია. და სხვათა შორის აი ამ თამარის ლაივში ბევრი ვიდეოებია. მაგრამ აი აქ შეგიძლიათ ეს სულ პირველი ვიდეო, ჩემი რო დავიწყე ეგ ვიდეო არის და საინტერესო ვიდეოა ეგეც სხვათა შორის ქართულ ანბანზია. აი აქ ჩამოდით, ადვილად ჩამოხვალთ და აი ნახე, აქ არის თამარისა და დავითის მოჭრილი მონეტა. აქ ხსნი თუ როგორ გვაქვს დონი დაკარგული რა. 25 რომელმა სწორედ ამ ჰეს მაშინ ცოტა გაუწორთნელი ვიყავი საუბარში და ცოტა ისევ ლაპარაკობ, მაგრამ არა უშავს დააჩქარებთ, იქ დაჩქარების მომენტი აქვს. ხო იცით როგორ უნდა დააჩქაროთ? აი აქ შეხვალთ და აი აქედან დააჩქარებთ, საწავიდა. აი აქედან დააჩქარებთ მერე დროს. თუ ნელა ვსაუბრობ, მერე დავიწყებ სწრაფად გამოსახვა თამარისა და დავითის მონეტაზე. მოდი ნახოთ თავად მონეტაზე როგორ არის გამოსახული. აქ არის გამოსახული დღევანდელი საქართველოს დროშა, როგორც ხედავთ, ჯვარი 4 წერტილით, ანუ მე ჩავფლი ამას, რომ ჯვარი 4 ჯვრით. ხო და მოკლედ ესე იგი ნახავთ ამ დონს რა დონი გვაქვს დაკარგული და აი აქ როგორ ჩანს რომ დონი დაკარგული გვაქვს და სადა გვაქვს დონი დაკარგული, როდესაც ჩვენ ურას ვიტყვით მეგობრებო, ფონზე გავალთ და ფონს ქვია ნარი. ფონარში გავალთ, ხო? ფონარი არ ვიცი ხა ფონში გავალთ. ძირითადად ფონარი არ ეწოდება, იმიტომ რომ ო წერია ნს წინ და ოს ქვია ონი. და ფონში გავალთ, პირდაპირ გეუბნები ფონი არისო ეს და ფონში თუ გახვალ, მერე გადადიხარ ლიში. და აი ეს ლი არ უნდა იწერებოდეს 3 კბილით, ეს უნდა იწერებოდეს მე მგონი 1 კბილით. ან პირიქით, ეს უნდა იწერებოდეს 1 კბილით და ეს უნდა იწერებოდეს 2 კბილით. აი ამ ლ-სა და ამ ლ-ს შორის განსხვავება არის. ამიტომ გვაქვს ჩვენ ორნაირი ლ, 1 კბილიანი და 3 კბილიანი ლ. ხო და როდესაც ჩვენ აი აქ გავალთ ჩვენ ლიში ვხედავთ რომ აი ეს ინი არის 4-ჯერ მოთავსებული. ოღონდ ყველა მხრიდან, აქ დაიწყო უკვე ტრიალი ყველა მხრიდან. ესე იგი ამოძრავდა რაღაცა გონი ამოძრავდა, გესმის? გონიო. ხო და ჩვენ ვართ ახლა აქ, აი აქ ხან ხარ, ხან არ ხარ. მერე ხარ რა ჯანი და ჰაე არის უკვე ცნობიერებაში გადასვლა, ჰაენით მივხვდებით ვართ თუ არ ვართ და გახსოვთ მე რომ ჩავწერე ვიდეო ამენის მიხედვით მე თქვი თამარ მეფე ყოფილო არ თქო და მერე ნარიმანის კარზე წამომაძახეს თამარ მეფე გონიე თავი
ხო და თამარ მეფე კი არ მგონია თავი გონებასა და ყოფნას შორის განსხვავება არის მგონიასა და ჭეშმარიტებას შორის და მეორეც ერთიც მეფე ეხლა არ ვარ, მაგრამ ადრე ვიყავი, თქვათ, ხო? ეს ამაშიც ხო განსხვავება არის, უნდა ხედავდეთ ამ განსხვავებასაც. და მესამე ის რომ, როდესაც შენ ხარ, თქვათ, ეხლა ამ კაბაში ვინც ხარ, იმასაც ეგრე უნდა ერქვას. აი მაგალითად, თორნიკე ერისთავმა გააჟღერა თორნიკე ერისთავობა, გესმის? თორნიკე ერისთავი, თორნიკე აქ ხარ? თორნიკე ერისთავს უნდა ერქვას თორნიკე ისევ. თორნიკე ერისთავი თუ დაიბადა ნუციად, აღარ იქნება თორნიკე ერისთავი, გესმის? იმიტომ რომ ამაზეც ხშირად მაქვს ნასაუბრი მე, რომ როდესაც სული ბოლო რეინკარნაციაშია, ესე იგი აღდგომის დრო როცა არის მისთვის დამდგარი, ის აუცილებლად აღადგენს თავის თავს, თავისი სახელით, თავისი გარეგნობით და თავისი აღნაგობით, თავისი გენეტიკით აღადგენს თავის თავს. ამიტომ ყველა ის წმინდანი, რომელმაც თავისი სახელით აღიდგინა თავისი სხეული, არის აღმდგარი. ამიტომ ამბობს ვარ და მერე ამბობს არი. ვიღაცა ამბობს არი. გესმით? ეხლა მოდი დავასრულებ საუბარს. შორენა, მადლობას რაზე მიხდი? მოდი აბა წავიკითხავ რეები დამიწერეთ. არსებობს წარსულში მოგზაურობის ნიჭი შეგრძნებით და თან სიზმრით ან ხილვით ალბათ. მედია კი არც ნუ მირეკავენ რა, ხო, მიხვდეს, მოიცადე? ხო. რა არის იცი? არსებობს და ამას ბევრი აკეთებს რეგრესული ჰიპნოზით, რა ძალიან ცუდია. იმიტომ რომ რეგრესული ჰიპნოზით შენ დროს აჩქარებ და დროს უსწრებ წინ, არ შეიძლება. რეგრესული ჰიპნოზით შენი თავის გახსენება არის დამანგრეველი. მაგრამ როდესაც ზეციდან გიმხელენ შენს მოგონებებს, ანუ შენ გიმხელენ ინფორმაციებს, ეს უკვე არის ღმერთის ნებაზე სიარული, გესმის? ღმერთის ნებით მოხდა ეს. ჩემი ბრალი არ არის, რომ მე გამიმხილეს ეს ინფორმაციები. ასევე სხვა ადამიანებშიც. ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც მიმართა რეგრესულ ჰიპნოზს, ის არის უკვე ბოროტის, ანუ ხელი მოაწერა ბოროტს რა, ერთი ადვილად რო თქვა. რეგრესული ჰიპნოზი არ შეიძლება. ამის მეშვეობით ადამიანებმა არ უნდა გავიხსენოთ ჩვენი თავი. ჩვენ უნდა გავიხსენოთ ჩვენი შესაძლებლობებით, სხვისი კი არა. სხვისი შესაძლებლობებით, ჩვენივე შესაძლებლობებით უნდა გავიხსენოთ ჩვენივე ინფორმაცია. ეს არის მნიშვნელოვანი. თამარი არის თამარი ხოს მერე ურიასთან ხო ეს გავიცით არსებობს წარსულში მოგზაურობა ესეც გავიცით ანბანის დაშიფრვა დასახვეწია ახლანეს მაინდა-მაინც არ ვენდობი უბრალოდ მარტივი კითხვების ვერ პასუხობ ნაპერწკალი რა თქმა უნდა დასახვეწია ჩვენ ყველაფერი დასახვეწი გვაქვს რაც ეხლა ჟღერდება ხო იმიტომ გითხარით მერვე დღეში გადავდივართ მეთქი გახსოვთ მე ლაივი რო ჩავწერე როდის ერთი წლის წინ თუ როდის არა ერთი წელი არ გასულა ჯერ მერვე დღეში გადავედით მერვე დღეში ჩვენ ვიგებთ და ვიხსენებთ ისევ ჩვენ თავს ვაგებთ ისევ ანუ ყველაფერი ახალი დავიწყებული ძველიაო აი ამ პროცესს გავდივართ და რა თქმა უნდა ჩვენ აღსადგენი გვაქვს ლაზარე უნდა აღდგეს ამიტომ არის საუბარი მეოთხე დღეზე ერთი დღე ვითარცა 1000 წელზე მე ბევრს უთხარი უკვე ჩემს გარშემო ხო კვლელსაც შეუძლია ცივი თვალის გასწორება რა თქმა უნდა რეზონირდა წინააღმდეგ შემთხვევაში პირს არ გავაღებდი ლია ამბობს ხო ლია მადლობა ხო მოკლედ აღდგომაში ვართ მეგობრებო ხან ხანში ვართ ხან ხარში ვართ ჰაეში ვართ მე უკვე ჯანში ვარ თქვენ სათხართ არ ვიცი მაგრამ მე ვარ ჯანში და ჰაეში ვარ და ჰოეშიც ვარ ეხლა ურას ვიტყვი მერე ფონზე გავალ და ლიში გადავალ всё მორჩა დამთავრდა ჩემი აღდგომა და ჩემი წილი მე თუ მედია ვიყავი კარგად ყოფილა ჩემი საქმე მედია
ხო, საინტერესო არის ახლა მედიასთან დაკავშირებით. მედიას როგორც ჩანს, არ გაუკეთებია ისინი, რასაც აბრალებენ. არ მოუკლავს თავისი შვილები, არ მოუკლავს არავინ. მოკლედ, გასარკვევია მედიამ რა გააკეთა. რომ ამოხსენი ურთან დაკავშირებით თამარ. რომ ამოხსენი ურთან დაკავშირებით, ხო, რომ ამიხსენი. ხო, ვისაც მეფობა თავის დროზე არ უნდა და როგორც აღიდგენდა თავის დღეს, ვისაც მეფობა თავის დროზე არ უნდა და როგორ აღიდგენდა თავის დღეს, ანუ რას გააკეთებდა იმისათვის, რომ აღარ შედგეს მისგან მეფე. ნაპერწკალი ამაზე პირდაპირ ქრისტე პასუხობს. მე რო არ გიპასუხო, ქრისტე გეუბნება, როდესაც შენ ამ გამოცდის წინაშე დადგები, რომ მოგცემენ ხელისუფლებას, ანუ ძალაუფლებას, შენ ამაზე უარი უნდა განაცხადო. ამას გეუბნება. ქრისტე გასწავლის თავის სწავლებებში. იცი როდის? თვითონ რო იცდება, გაიხსენა 40 დღის შიმშილობის შემდეგ ჩამოდის და ეს ეუბნება ის მაცდური, რომ მეო შენ ძალაუფლებას მოგცემო რა, აი ამასოფლის ძალაუფლებასო და ქრისტე ამბობს, რომ ამასოფლის ძალაუფლება არ არის იმასოფლის ძალაუფლება, ამიტომ უარს ამბობს. ასევე ჩვენ თუ გვინდა მივბაძოთ ქრისტეს მის გამოცდებში, ჩვენც გამოვიცდებით ზუსტად იგივენაირად, როგორც ქრისტე გამოიცადა. ხო და როდესაც ახლა მე პირდაპირ გეუბნებით და რამდენჯერ ვახსენე უკვე ჩემს ლაიფებში, თამარმა მოიხსნა თავისი გვირგვინი და გადასცა ქრისტეს. ხო და ეს არის ის მომენტი, რომელიც რა ხდება თეთრი? ჩემი გოგო მელოდება, მეგობრებო, ეხლა ცოდვა და მე ანა ვარ, რას ნიშნავს? ეს რა არის, რას ნიშნავს? მე ანა ვარ, რას ნიშნავს? კითხვა ვერ გავიგე საერთოდ ანა. იქნებ კონკრეტულად დამიწერო რა. ხო და ხო, ვიღაცების თავში თუ ეხლა წარმოდგენაში იყო, რომ თამარი ჩამოვა ციდან და გადაგვარჩენს იქ ხმალს, ამოიღებს და ლაზერული დააცლის ყველას თავებს და ბოროტებს და ისე და ისე, ეგ არ მოხდება ეგრე, მეგობრებო, ეგ ცდარია. ყველა ქრისტეში გაერთიანებული ადამიანი გაივლის ქრისტესნაირად გზას. მოვა ძალიან უბრალო ოჯახში დაიბადება, ძალიან უბრალოდ გაივლის თავის გზას, თავისი გზა იქნება ძნელი, იქნება ის უბრალო, მას არ იქნება ოქროები და ისინი, არც ჯიპებით ივლის $250-იანით, არ ექნება ეს ვერცხლთმოყვარეობის მიდრეკილება, არ ექნება ძალაუფლების მიმართ მიდრეკილება, მას ექნება მხოლოდ ერთადერთი მიდრეკილება, რომ სინათლე შემოიტანოს ქრისტესნაირად. და თუ შენ მიყურებ მე და თქვი, ამბობ რომ უი ეს საწყალი რას გავს, თამარი გონია თავისი თავი, თამარ მეფე გონია თავისი თავიო. აი მანდ უკვე დაგერხა რა, იმიტომ რომ შენ ვერ გაგიცნობიერებე ესე იგი ქრისტეს უბრალოება. რას ნიშნავს ქრისტესთვის უბრალოება? ქრისტესთვის უბრალოება არ ნიშნავს იმას, რომ ნარიმანის კარზე იდგე და ტუჩები ქონდეს დაბერილი სილიკონებით და რაღაცეები, შილაკები გესვას და ეგ არ არის უბრალოება, მეგობრო. უბრალოება არის ის, რასაც ხედავ შენ ეხლა ჩემთან. რასაც მე მივაჩვიე ჩემი თავი, ვავარჯიში ამაში. იმიტომ რომ ამასოფლისა მტარვალ სისტემას დაპყრობილი ქონდა ჩემი გონება იმით, რომ აი მე ლამაზად უნდა გამოვიყურებოდე, რაც მოდაშია ისე უნდა მიუყვე ამ მოდას. გესმით? არა, ქრისტე თქვა რომ ეგრე არა, გამიწყალეს გული. ვახ. ხო და ჩემი სახელი რას გეუბნება? ანა, სახელის მიხედვით ვერ გავიგე, ანუ არ უსმენ ჩემს ლაიფებს, ესე იგი ახალი ხარ. მოდი, ჩემს ლაიფებს მოусმინე და მიხვდები, რომ სახელების მიხედვით მე არაფერს არ განვიხილავ. ხო და ასე რომ, ჩემო კარგებო, დააბრალეს მედიასო, ხო? დააბრალეს მედიას, ხო? შესაძლებელია ბევრი რამე დააბრალეს. სად ვიყავით? უბრალოება ისწავლეთ. წმინდანებს შეუძლიათ ამის გაკეთება. ასე რომ, ეხლა ვიღაცამ ძალიან გამიწყალა გული და გავდივარ ლაიფიდან, დაგიბრუნდებით სხვა დროს კიდევ სხვა ლაიფით. გაგვესეთ მეგობრებო, გისურვებთ განათებას.
შეწავიდა.